მოგესალმებით, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის მე-16 ფინალური ეტაპის წილისყრა. სანაკრებო პაუზის შემდეგ განახდება კრისტალბეტონური ლიგაც, მაგრამ მანამდე გვექნება თასის და სუპერთასის გათამაშება. შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს უკვე სუპერთასის პირველ ნახევარფინალში შეხვედრა გაიმართება იბერია გორის დილა და მინდა წარმატება უსურვო გუნდებს და ვისარგებლოს შემთხვევით აგრეთვე შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან უკვე ევროტურნირებზე დაიწყებენ ქართული გუნდები ასპარეზობას და იბერია მალმეოსთან შეხვედრით გახსნის ევროტურნირების სეზონს და მინდა წარმატება უსურვო ქართულ გუნდებს. რაც შეეხება თასის გათამაშებას, დებულების შესაბამისად მე-16 ფინალური ეტაპის მატჩებიც ერთმატჩიანი იქნება. შესაბამისად, ყველა იმ წყვილში, რომელსაც დაბალი რიგით ეყოლება წარმომადგენელი, დაბალი ლიგის გუნდი იქნება მასპინძელი. ამ ეტაპზე მე-16 ფინალურ ეტაპზე მაქამდე შესაჩევი ეტაპებიდან გამოვლინდა გუნდები, რომლებსაც შეუერთება კრისტალბეტონური ლიგა 2-ის 9 გუნდის პაერის გამოკლებით და აგრეთვე კრისტალბეტონური ლიგის 7 გუნდი იმ გუნდების გამოკლებით, ტორპედო გორის დილას და იბერიას გამოკლებით, რომლებიც ჩაერთვებიან მე-16 ფინალურ ეტაპიდან. ხოლო ის გუნდები, რომლებიც ევროტურნირებზე არიან, უკვე მერვეთ ფინალიდან ჩაერთვებია 4 გუნდი. შეხვედრები მე-16 ფინალური ეტაპის დღევანდელი წილისყრის შედეგად გამოვლენილიც გაიმართება 20 და 21 ივლისს. მაშასი შევუდგეთ და წარმატება უსურვოთ გუნდებს. სულ გვეყოლება 12 წყვილი და პირველი წყვილი არის ოდიში 1919. ოდიშის მოწინააღმდეგე გახლავთ სამცხე. ორი გუნდია წარმოდგენილი რეგიონული ლიგიდან. მომდევნო წყვილი არის ალგეთი. ალგეთის მოწინააღმდეგე იქნება შტურმი. მომდევნო წყვილი გახლავთ თელავი. თელავის მოწინააღმდეგე არის რუსთავი. რუსთავი იქნება ამ წყვილში მასპინძელი. მერანი მარტვილი. მარტვილის მოწინააღმდეგე UG 35, UG იქნება მასპინძელი. ლოკომოტივი ლიგა 2-დან. ლოკომოტივის მოწინააღმდეგე გახლავთ დინამო 2 თბილისი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფარგუნდის და ძირითადი გუნდის დაპირისპირებაც შეზღუდულია დებულების შესაბამისად. ტყიბულის მეშახტე მომდევნო წელში. ტყიბულის მეშახტე გაგრა. სამტრედია. სამტრედიის მოწინააღმდეგე გახლავთ დინამო თბილისი. ორივე გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან დღეს წილისყრას. მომდევნო წყვილი არის გონიო. გონიოს მოწინააღმდეგე გახლავთ ალტუბო სამგურალი. საგარეჯოს გარეჯი და გარეჯის მოწინააღმდეგე გახლავთ კოლხეთი 1913 ფოთი. საგარეჯოში იქნება თამაში. მომდევნო წყვილი ვიჯორჯია. ვიჯორჯიას მოწინააღმდეგე გახლავთ იბერია 1999-ის ფარგუნდი. ვიჯორჯია იქნება მასპინძელი. მომდევნო წყვილი გაგრა 2. გაგრა 2-ის მოწინააღმდეგე არის დინამო ბათუმი. და ბოლო წყვილი თბილისი 2025 და ბოლნისის სიონი. გავაგრძელებთ დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების წილისყრას და ამ ეტაპზე წელს უყრით მერვედფინალურ წყვილებს.
შეგახსენებთ დებულების შესაბამისად მატჩები მერვე ფინალშიც ერთმატჩიანი იქნება. ყავს 3 გუნდი, რომელსაც ფანგუნდი ყავს წარმოდგენილი, ეს არის დინამო, იბერია და გაგრა და დებულების შესაბამისად მერვე ფინალში პოტენციური მონაწილეები რადგან არიან, ისინი მერვე ფინალურ წყვილებში ვერ იქნებიან ერთმანეთთან. დავიწყოთ პირველი წყვილი მერვე ფინალისა, გახლავთ ლოკომოტივი დინამო 2-ის გამარჯვებული. 10 მოწინააღმდეგე იქნება ალგეთის შტურმის გამარჯვებული. ამდენო წყვილი არის სამტრედია დინამო თბილისი. სამტრედია დინამო თბილისის გამარჯვებული შეხვდება სამცხე ოდიში 1919-ის გამარჯვებულს. ამ წელში სამცხე ოდიშის გამარჯვებული იქნება მასპინძელი. ამდენო წყვილი ვიჯორჯია იბერია 2. რუსთავი თელავის გამარჯვებულს შეხვდება. მეშახტე გაგრა. მეშახტე გაგრას გამარჯვებული შეხვდება გაგრა 2 დინამო ბათუმი შესაბამისად მომდევნო იქნება გაგრა 2 დინამო ბათუმი იქნება მომდევნო წვილის შეცვლილება შეიტანს საშიჟებო განყოფილება. UG 35 მერანი მარტვილი. და თბილისი 2025 სიონი. ცვლილება რამდენად ვიცი გაკეთდებოდა, გამოგზავნოთ წირისხმა. იბერია 1999 შაშენელი ჩემპიონი. იბერიას მოწინააღმდეგე იქნება ტორპედო. იბერია ტორპედო და მომდევნო წყვილი გახლავთ სპაერი. სპაერის მოწინააღმდეგე გახლავთ გარეჯისა და კოლხეთი ფოთის გამარჯვებული. და ბოლო წყვილი გონიო სამგურალის გამარჯვებული შეხვდება გორის დივას. მატჩი გონიოში ან წყალტუბოში გაიმართება. მაშინაზე დასრულდა მერვე ფინალისტების წრისა. კიდევ ერთხელ წარმატებით ჩვენ გუნდებს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას ქრისტაბეტონურ ლიგაში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული წარმატება უსურვოთ იმ გუნდებს, რომლებიც ევროტურნირზე წარმოადგენენ საქართველოს. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები.